ესეთი გამოვიდა, ნახეთ. ხო გითხარით, შიგნითაც კი გაივსო. იქ შუაში არ მოვაყარე არაფერი. ნახეთ ბანანები როგორ ჩანს. აი ამფრად ბანანი თუ შეიწევოდა, მე არ მეგონა. ესეთი ლამაზი გამოვიდა, ეს სულ მე და მუხამ შევჭამეთ. თან ესეც რო იყო გავსებული და ეს, აი, უყურეთ, გადმოვიდა. მძიმეა. აი როგორ გითხრათ, იმასავითაა პასკასავით. ხო და ქიშმიში და ბანანი ერთმანეთში ძალიან კარგი გამოვიდა. სადღაც ოდნავი სიმჟავე მე მგონი იმისია. ქიშმიშის. და მე მიყვარს იცით ტკბილ მომჟავო ძალიან. მოკლედ არ ვნანობ რომ ეს გამოვაცხე. ძალიან კაი გამოვიდა. აი, ნახეთ ბანანი რა ფერია, შემწვარი. ძალიან კაია. ხამია და მაგიტო არ მინდა. მინდი რომ შევჭამო, თორე კიდე მინდოდა. ისეთ მეტი მომივიდა მე. მოკლედ კაია. გემრიელია. რაც მთავარია. ძალიან კაია. არ მეგონა რომ ესეთი გამოვიდოდა. მართლა არ მეგონა. ასე რომ კაი ექსპერიმენტი იყო თუ რაც იყო, კაი იყო. ეხა არის 11:25. ეს კარგახანია რაც გამოცხვა. ვიტყვი მე კინოს ვუყურებდი და მე ჩემმა დამ დამირეკა. მოკლედ საუბარში გავერთე და ვერ იმავსქენი. ვერ გადავიღე, ხა მოვიცალე, ბავშვებს სუპები გავუკეთე და всё. მეთო რო უყურებ მინდა რომ ჭამო და არა და არ მინდა. თამთას მოვაკლებინე კიდე ცოტა. სულ ცოტა. იმიტომ რომ ვითომ ჩემი ხელით შევასწორე და არ მინდოდა რომ ჩემი ხელით შეჭრილი ყოფილიყო ბოლოსკენ. ამიტომ თამთას დღეს რომ მოვიდა ჩემთან შევაჭრევინე კიდეც ცოტა. სადღაც აი ამდენი მომაჭრა. მეტი არა. ასე რომ მალეც გაიზრდება. თმაც ძალიან სქელი გაქვ მითხრა, ესე ერთი მთლიანი რო არის სქელია. ხო და ერთ ფერშიც გაქვ და მართლა ერთ ფერში მაქვს, მეც რო უყურებ. მარტო აი კი მაქვს შესაღები, მაგრამ არაფერი. ეხა გავიქეცი მე სანამ წყალი არის. წყალი უნდა გადავივრო. თავისა ბანანი და აშკარად ძალიან, თორე სულ რო ესეთი მზეა და მიოფლიანდება, მე სულ ესეთი პუწები მაქვს თმაზე. წავედით ძვირფასებო და მოკლედ ხვალავდირთავ ალბათ ამ ვიდეოს ამის მივუერთებ და ესე. წავედი. ეს მე რამდენი ნაჭერია შენი? რამდენი? ეცანს ძვირფასებო ჩოლკებს გევისწორებ. და დილანში დობის ძვირფასებო როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? მე კარგად. კარგად. გოდეცი, შენი ფორმები აკონტროლე? საერთოდ არაფერს არ გავს დედიკო. მე გწყინს, რო გაიცინებენ შენზე.
ეს არ ჭამენ და თბილი ჩაი მაინც რო დალიოს გეგა. ეს მუხანის ნაჭამია იქეთ წუხელ რაც აკლდა იმის გარდა. მეც ახლა ყავას გავიკეთებ. ეს მინდა ჩემი აქ ისინი ჩავდე გუჩები გოდესი მაგრამ ეს ჩემი მინდა ყავაც საყიდელი მაქვს ვიყიდე იქეთ დავიყოლე ყავას მოკლედ, აი აქ დავჭრები, იმიტომ რომ ასეთი არა აქვს დონელა უფრო აქ დავჭრები. ხასიათი მაქვს გაფუჭებული, მეტყობა ისედაც, მაგრამ არაფერია, ხვალ იმედია მოვასწრებ. ის გამოც მაქვს ხასიათი გაფუჭებული და გავაკეთებ. იმედი მაქვს. მოკლედ, რომ ვთქვათ. თამ გუში ხილიც მომიტანა რომ დამირეკა ხილს მიირთმევდა და გააქო ჯერო ახალი თხილი ნაჭამია და არა თქო არის მეთქი საერთოდ არ ვიცოდი თუ იყო და მომიტანა გამიყო და ხო და კაი ყოფილა მიყვარს აი ახალი ნახეთ ბანანები როგორ ჩანს. ძალიან კაი, არა იცი მუხანის მოეწონა, იშვიათად კექსები რო შეჭამოს. ხო და ამიტომ ყოველთვის წამ. მოკლედ ეხლა მოკლედ ზეგეთ მანძილს ავიწიე ხო ან ჩოლკებსაც მე იმას ვიზამ შევათხელე ეს მოკლედ მუხანი მე დამავიწყდა ამ ქაღალდების დადება დილით რომ მიდიოდა ხო და ტელეფონიდან გამომიგზავნე ტელეფონზეო გამომიგზავნე ფოტო გადავუღეო და ორი ფოტო გავუგზავნე ერთი უნახია მეორე არა იქ ჩანს რომ თითქოს ორივე ნახა მაგრამ არ დააკვირდა ალბათ ამიტომ ჩემი გამოუწერია რენტგენი და ეხო მაგრამ ეს ეხო არ მჭირდებოდა მე სულ სხვა მჭირდებოდა მაგრამ კაი მე გავაკეთებ როცა შემეძლება სადმე აი გემრიელად რო წავიდე რო არ დამირეკონ როდის მოხვალ მალე მოხვალ რასაკეთებამდე ხანს და ასე შემდეგ აი ასე თუ შემეძლება ოდესმე გასვლა სახლიდან მაგ დროს გავაკეთებ და ეს კიდე გეგასები და არ დაიზღვა ინსულინის დონის განსაზღვრა ამიტომ იმის გაკეთება მომიწევს თანხით და კიდევ აი ესენი არ დაუზღვევია და ეს მინდა როგორმე ხვალ
იმედი რიგები არ იქნება. ამას ისე ეგთანს ვაჩვენებ და თუ რამე და მე იმას ვიზამ გავაკეთებთ. ეგთანს ვეთყვი, რომ ესეც მჭირდება თქო. აი. ეს რაც იქ გვითხრეს, ეხლა რო ავუღეთ ანალიზები. მაშინ მოკლედ. აი წამალი რო გამოუწერა მაგის მერე. ცოტა ჩაუწიედე, მოკლედ ამას წავიღებთ მე ხვალ და გავაკეთებ. ამიტომ გამიფუჭდა ხასიათი. როგორ ვერ ნახე. ბიჭები ხართ ეხა თქვენ. ძალიან კარგი. ჭამეს. კოდენ და იმან რა ქვია. გეგა. მოკლედ ესე ჩემოკარგებო. მაგარი ბიჭი ხარ. იქეთი აბანოში წოდიდე და დაიტანე და იქ არ კიდია გასამშრალებელი, მე მგონი კიდია. პალი არ არის. ვედროში რო არის, ედიკო ჭიქით. დაიცა მოვალ და ხმერთო. თქვენ რა იცით ეხა აქამდე ერთი 5 ჯერმა კამერა ჩართული, გამორთული. ხან რა მოუნდებათ? ხან რა. აი ამ დრომდე ხვეწნამ უდარაში რო ხარ რო ჭამონ. მე რო დავჯდები, აი ვიდეოს გადავიღებ მეთქი. ეხლა ის თქვენ მოდა. დაიცა ერთამჯერ გადავამოწმო. მოკლედ ეს მოვედი. რამდენჯერ მოვიდი და წავედი. ბანანი ძალიან ხდება. მოკლედ ძალიან გამიცურდა. იმედი არა. ძალიან იმედი არც არაფერში არ მქონდა მაგის, მაგრამ სწორი ასე გამოდის, ამიცრუდა გული. საქმეზე არა. აი ისეთ ადამიანებზე რო ვერ გაუგიათ რა არის სწორი და რა არასწორი. მაგრამ არა უშავს ხალხმა. ცხოვრებამ როგორც მე ისე ყველას აჩვენებს სწორს. ასე რომ მოკლედ არც ერთზე ღვთის წინაშე ვამბობ, არც ერთ ისეთ ადამიანზე არ იწყდება გული, ვინც ჩემგან მიდის. რატომ იცით? იმიტომ რომ ძალიან დაუნახავები არის. არც ერთზე არ იწყდება გული. დაუნახაობაში არ ვამბობ ხალხურა იმას არ გეუბნებით, რომ აი რაღაცებს უკეთებდი ასე და ისე და ვერ დაინახათ. ძალიან დაუნახავი ადამიანები ჩემთვის არიან ისეთები, რომლებიც აი როგორ არიან იცი? იმ კარგის დანახვა რო არ უნდა. თუ რაღაცა იოდისოდენ არ მომწონდეს, აი იმის დანახვაც რო არ უნდათ. აი მათ ეცახს დაუნახავ ადამიანებს. არასოდეს არ მიყვარს, არ არის არც გალანძღვაც, ამე უბრალოდ ეს არის ჩემი სიტყვა. ასე რომ ღმერთმას ყველას
თავისი სიმართლით გინდათ თუ თავისი გზით გაუმარჯოს მეც და სხვებსაც მე ძალიან მიყვარდა ის ჩემი თავი. ეხაც მიყვარს. ის ვინც ვიყავი. ძალიან მიყვარს. რა ხდება? ხო და? გეგა, გეხვეწები, ნუ აჩხუბებ ერთი წამი. აი რა რაღაცას გეუბნებიან. არასოდეს არავისით არ ვიყავი. სულ ცდილობდი, რომ აი ბავშვობის გარდა, რომ აი გაცმევს მშობელი, ყიდულობს, გაჭმევს და ასე შემდეგ. სულ ცდილობდი, რაც სკოლა დავამთავრე. მანამდეც არ მუშაობდით მეთქი ტყუილი, მაგრამ ხალხს უბრალოდ ვეხმარებოდით. და რომელიც იყო ზოგს ჩვენებით ეხმარებოდით, ზოგი უბრალოდ მოითხოვდა, რომ დავხმარებოდით. და უარს ვერც ვეუბნებოდით, რა ვიცი რატომ, ბავშვები ვიყავით და ამიტომ. ეხაც რომ მივდივარ ჩემთან რამდენჯერ ვთქვიათ ჩემს მეზობლებს, რომ აი რაც ართვი ადედიკო უფრო დიდ ფულს მოგცე მე შენ დახოცეს ერთმანეთი ადედი უფრო დიდი ფული პირში არ ჩაიდო იცოდე პირში არ გაბედო ჩადება გადით ახლა იქეთ წად უჩქვიდა ზურგზე როგორ მახსოვსო რომ სულ მეხმარებოდიო და ადამ უჩქმიდა ასე შემდეგ და კი მეთქი მეც მახსოვს განადამავიწყდება ესე 100 ლიტრი ან პომიდრის წვენს რო გააწურინებ სეტკაზე სახეხზე რა ვიცი პატარა ბავშვი და სხვა ნებისმიერ საქმეშიც კიდე დაალაგება გინდა რეცხვა გინდათ ხილის მობოჭვა გინდათ რა ვიცი ნებისმიერზე იმდენი სიკეთე ჩემს შვილებს მაგრამ მე არ გავაკეთებ მსგავსად ძალიან არ დავტვირთავ ჩემს შვილებს რა თქმა უნდა მინდა რომ საქმე უყვარდეთ მაგრამ ზედმეტად დავტვირთვა არ მინდა იმიტომ რომ არც აცდებათ ხალხო არ ვიცით ვის რა მოგვილის და ვის როგორი ცხოვრება ექნება არავინ არ იცის ასე რომ ბიცოლა ჩემი იყო მართალი მარინა ბიცოლაზე ვამბობ რომ ეს რა ქვია არ ტვირთავდა ჩემ ბიძაშვილს ლელა ქვია ჩემ ბიძაშვილ გოგოს და ძირს სახლში ვინც იცდებოდა მამა ჩემის არ ტვირთავდა იმიტომ რომ არ ვიციო გოგო არის სად მოხდება როგორ მოხდება რანაირ ოჯახში ასე შემდეგ და არ ტვირთავდა და ძალიან კაია ჩვენ კიდე სულ საქმეები გქონდა ბოსტანი გინდა გოგოებმა ბოსტანში ოხრახუში და კინძის გარჩევა არ იცოდნენ და ჩვენ ბოსტანში ყველაფერს ვაკეთებდით თითქმის კი არა საერთოდ ყველაფერს ვაკეთებდით ხო და ეს რას მოვაყოლე მოკლედ ხო ყოველთვის რაც გავიზარდეთ და შემეძლო უკვე მუშაობა ყოველთვის მქონდა ჩემი ფული და იქეთ მთხოვდნენ რომც არ ეთხოვათ ვაძლევდი თუნდაც ეს რას მოვაყოლე და იმას მოვაყოლე რომ მუხრანისით ხარო დამიწერა ერთმა ადამიანმა რომელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და გამიკვირდა რომ აი გუშინდელ ჩემი დევას მოვაყოლა ეგ მე და მუხა ხშირად ხუმრობაში ყოველთვის ხშირად უმეტესილად ეგრევაც და მე ვეუბნები ხოლმე მუხას რომ ეხა წუხელაც უთხარი ნახე ამან ესე გაიგო ჩვენი რაც ჩვენ შეხმატკბილებული გგონია და ნახე ისიც რომ გაიგონ რომ ერთმანეთს ზოგჯერ რასაც ვეუბნებით ხოლმე ღმერთო ჩემო თქვენ და აქედან რახან ყველაფერი ისმის აქაც თუ ესმით თქო ესე იგი რა გამოდის სულ ერთმანეთს ჭამთ და
ცუდი ცოლ-ქმარი ვართ ან რაღაცა ესე ესმით თქო და ესეთი უყურებთ ერთმანეთს, მაგრამ ასე არ არის. თუმცა ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს. როგორც უნდა ისე გაიგებენ მაინც და ამიტომ ვის რა უნდა უმტკიცო, არც არაფერი. არც ძალამაკ მაგის საუბრის არც მოკლედ ისე არაფერს არ ჭირდება. ხო და იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ესეთი ხუმრობა, ესეთი ხასიათები გვაქვს ორივეს. მუხრანი დამიწერეს წუხელ რომ მუხრანისით ხარო. მუხრანისით ხარო, ეხაო რაც ხარო. მე ეხლა ჩემი თავი რომ არ მომწონს, ესე იგი შენი ბრალია. მე ეხლა რომ ჩემი თავი არ მიყვარს, იმდენად როგორც მაშინ და აი ესე რომ დავდიოდი. ხო გახსოვს როგორც დავდიოდი. როგორ დადიოდი? აი ესე. ხალეჯია სამი. როგორ დადიოდი? ოკეი, ხა სერიოზულად თქვი. რაიუნია? მე ჩვენი შეყარებულობის პერიოდში რომ მომწონდა ჩემი თავი, ხო იცი? ისე რომ არ მომწონს ეხლა, რომ არ მომწონს შენი თავი ახლა. შენ კი მაჩუქე 3 მილიონი მაგრამ დამიტოვე ნაკლებიც. აი ეხლა ამასაც ნახე ხა. დაკლი უნდა სიამოვნებდეს ზოგ შესულელი ყوار ხარ. აბა შენ რატო წამომაძახებ ხოლმე ძროხა ხარ გაძროხდი? ეხა უყურე თქვენთან ანგელოზა დაჩვენებ თავს ბიჭო და მე ცუდად გამოგყავარ მუხრანი. გუშინ მე და შენ რო ვითომ წავიხუმრეთ აქ და მე სულ ეგეთი ტონი მაქვს. ჩემს ოჯახის ეკითხე მუხრანის. ხოჩოლა. მუხა თქვი? სამივე შვილს გაფიცებ არ გიყურებ რომ ჩემს ოჯახში როგორი ტონია ყველას ეგ თქვი მეტი არა. კი კაცო. ბებია ჩემზე რომ მოგესმინათ. კილომეტრის იქეთ დადგებოდით. ეგეთი ტონი გვაქვს ჩვენ და რა გავაკეთო? ვცდილობ რომ შევიცვალო ეს ტონი, მაგრამ რაც გაქვს ჯიშად და გენში და მოგდევს ვერ შევიცვლები ხალხო. არ ჯობია რა გიჟიცვარი ისეც ვიცნობდეთ ვიდრე თავი ანგელოზად მოგაჩვენოთ ცაცარაგა. გუშინ გავილანძღე მე რომ მუხრანის აქ რო წაგედუდღუნე რაღაც ხუმრობაში რომ გავერთეთ როგორ მოეკეციო შენო შენს ქმარსო მისით ხარო რა ვარ მისით ეს ვარ რასაც ვხედავ ვიყავი უკეთესი ხო ვიყავ მე რა შუაში ახლა შენ რასაც მე ის აბა რა ვარ მე შენით რა ვარ მითხარი შენ ამიხსენი მე თუ ვერ გავიგე იმის მე რა ვიცი გაზე იმანას ნაზე თუ უნდა ვერ რა ვარ მე შენით მითხარი რა ჩემით რა ერთმანეთისით ვართ და ხო მაგრამ ხო მოკლედ ასეთ კარგი ერთმანეთისით ვართო და ერთმანეთისით ვიყოთ ერთმანეთისით ვართ რაც ვართ ესეთი ხასიათები რაც გვაქვს მოკლედ რაც არის ეგ არის მოკლედ არც უნდა მიმექცია ყურადღება. всё. დავივიწყე. ხო და მოკლედ. არა, მართლა ის ჩემი თან არ მენატრება თქო ტყუილია. მოგატყუებთ მართლა. და ვიცი კიდევაც რომ არც არასოდეს არ იქნები ის რაც ვიყავი. ეგეც გათავისებული მაქვს. შეიძლება რაღაცა შევცვალო უკეთესობისკენ დროთა განმავლობაში მთავარია იყოს სოფლიოში მშვიდობა და შეიძლება რაღაცა იქეთ მეც შევცვალო თუ მოვიცლი ჩემი თავისთვის ხო და მოვიცლი რა თქმა უნდა ესენი რო წამომეზდებიან boys ხო და ესე ჩემოკარგება მაგრამ ყოველთვის მქონია ცხოვრებაში ესეთი შემთხვევები, ვინც მიდიოდნენ
მაინც რომ ბრუნდებოდნენ. ეს არა აქვს მნიშვნელობა ეს კაცი იყო, ხალი იყო თუ ასე შემდეგ. ასე რომ, იმიტომ რომ ბოლოს მაინც გაუგიათ ვინ არის და ასე შემდეგ. ასე რომ, მაგრამ არასოდეს მოლოდინში არ ყოფილვარ. რა არის? ეს არ გინდა. გინდა. ალადი, კვეცხი ხო მითხარი, კვეცხი შეგიწვა. გინდა კვეცხი. წყალი დავასხა? გუშინ ხო გადაუღარე დედიკო? მე შენ არ ჭამ ამას. აფუჭებ. არ ჭამს ხალხო. გუშინ გამაკეთებია და გადაუღარე. მინდა. კაი, ცალს გავაცხელე. კაი. ჩივი. ის ჩივი. ცივი რო დავასხა, არაფერი არ გამოვადე, მდუღარე უნდა. ხო და მოკლედ ეგერე, უხალ შემოვიტანე, რო წვიმა რო დაიწყო ყველაფერი შიგნით. შრალი იყო და არც იყო დასვენებული. მოვასწარე. ხო და მოკლედ ესე დავამთავრებ ხა მე ამ ვიდეოს ჩემო ძვირფასებო, მოლოდინი არ მქონია თქო, არასოდეს. ლოდინი არ მიყვარს, საერთოდ ყველაზე მეტად ეგრეს ისწრება. არა, შეიძლება არ ვარ სწორი რომ არ მიყვარს, იმიტომ რომ ყველაფერს ლოდინი უნდა დაელოდო ბევრ რაღაცას. მაგრამ არ მიყვარს, არა გავაკეთოთ. ძალიან ისე შვიდთვიანი ვიტყვარ, მართლა. ხო და მოკლედ ესეთი ამბები ჩემოკარგებო. მე და მუხლანი კი ვართ უჟმურები, მაგრამ მაინც ვუგებთ ერთმანეთს. აგერ 9 წელი შესრულდა უკვე. ხო და 10 წლის თავზე მუხლანი 10 წლის თავზე უნდა მაჩუქო, რა უნდა მაჩუქო? ხო 10 წლის თავზე რა უნდა მაჩუქო? შენ? შენ მე ვიცი რას გაჩუქებ, შენ რა უნდა მაჩუქო? იცი? რა ვიცი? ჟმოტი. 10 წელი გვისრულ, ხო 10 გვისრულდება ეხა. არა. 26. რა 26 ბიჭო? 26-ის? ოქტომბერში. ო. 26 ოქტომბერში არის 10 წელი. აო, 16-ში გამოვყევი 16. კი, 26. 27 ივლისში დაიბადა მოკლედ. ივლისში, კი. ეს გასაღები გამოართვი როგორც. გამოვართვი, კი. კოდეს გავგზავნი და ქვემოთ ჩამოუგდეს. მოკლედ ეს 10 წელი ხარ. აი. რა მალე გავიდა, მუხლანი გაიძახის. მირეგე თუ რამე. სად მიდიხარ? ზესტაგონში. შორს არ წახვი, იქ იულოს თუ არ ქონდა ის, რა ქვია, რიგები გაგეკეთებინა, ესეც მაინც მიდის. რა ვიცი რა ექნება. მიდი, წაიღე მაინც. არ უნდა წავა. კაი, მაშინ ფოტო აჩვე, პირადობა? მაინც მიდის და გააკეთოს იქნებ, იმიტომ რომ ხვალ პარასკევი. მეც ესენი უნდა მოვიშორო. ჩაწერილი ვარ წინას. იმიტომ რომ აქ გადამტყდა აგერ, ანუ ჩამტრეული მაქვს და მინდა რომ მოვიშორო ესენი. გძელია და მიშლის. კი მიყვარს მომწონს, მაგრამ მაშინ არ უნდა აკეთებდე არაფერს აქ იმის ყავის მოდუღების და თებჟის რეცხვის გარდა და ესე არა. ისეთი ამბები ჩემოკარგება. უღმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ხედავთ ჩვენში. იოტისოდენა კარგს მაინც, უღმესი მადლობა. წავედი აბა, დიოებით და გემშვიდობებით და ნახავთ ამ კექსაც თუ როგორი გამოვიდა. წუხელ გადავიღე ამისის და ერთმანეთში მიერთებული მექნება და უკვე ნანახით გექნებათ. წავედი აბა, ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას პოზიტიურს, რაც მითაღარით.